ხალისიანი და კარგი ამბით უნდა დავიწყოთ მეორე ბლოკი ცეკვავენ ვარსკვლავებით, რომელიც მხოლოდ შოუ არ არის, ეს არის პროფესიონალიზმის და დისციპლინის ერთიანობა. სწორედ ამიტომ საჯებს ისეთი როლი აქვს, რომ მათ ძალიან განსაკუთრებულად შემოდიან ხოლმე ეთერში და აი ამ ზოგადად ამ შოუში. კი ბატონო და ჩვენთან სტუდიაში ადამიანი, რომლის შეფასებას წლები ელოდებიან ვარსკვლავებით და მაყურებლებით. ცეკვავენ ვარსკვლავების აღმასრულებელი პროდიუსერი, ამერიკის ნაციონალური და საერთაშორისო ცეკვების სოფლიო კლასის მსაჯი, მოცეკვავე, ქორეოგრაფი, მსახიობი, პროდიუსერი და ცეკვავენ ვარსკვლავების თითქმის ყველა სეზონის შეუცვლელი მთავარი მსაჯი მომგზავნდა ჩვენთან. მოგესალმებით. აი სულ თეთრები ჩაიცო ეს არის. არც ერთი შეცდომა არ ეპარება. კაცი რომელსაც არც ერთი შეცდომა არ ეპარება, კაცი რომელიც არ მიდის არანაირ კომპრომისზე, კაცი რომელიც წლიდან წლამდე არის მკაცრი და უფრო მკაცრი, მაგრამ მაყურებლისთვის საყვარელი და უფრო ასეა ნამდვილად. არა, პირიქით რაღაც მაინც დადებითად გამოვიდა აბსოლუტურად ყველაფერი, იმიტომ რომ ისე ახერხებს ხოლმე ეს ადამიანი პრინციპში ურთიერთობას, რომ მასზე აი ხლა ხო არის რომ აი გაბრაზებული არავინ არ რჩება და ეს არის ძალიან კარგი. მადლობა. ვისაც რჩება, ვერ ამჟღავნებენ ხოლმე მაინც წინა. უბრალოდ ვერ მეუბნებია და იმიტომ თორემ. ხოჩა, ესე იგი, უკვე მრავალი სეზონია, მე-14 სეზონია, რაც ჩვენთან ერთად ხართ პირველი სეზონიდან აქამდე გვახსოვს ის რაღაც სიმკაცრეები, ის ხანდახან პირიქით რაღაც ადამიანური სენტიმენტებიც გაახსენდება ხოლმე და ეს ყველაფერი რა შეიცვალა ამდენი წლის განმავლობაში, იმიტომ რომ საქართველოს რაღაც რეიტინგებს ხსნის, მე მგონი, თუნდაც პროფესიონალიზმით, თუნდაც რაოდენობით, თუნდაც სიახლეებით, რაც ჩვენ შოუშია. იცი რა, ოკეი, მოდი ახლა დავალაგოთ ყველაფერს, რომ დაიწყო 2012 წელს პირველი სეზონი. მაგ შემდგომ ცხოვრება შეიცვალა, ყველაფერი შეიცვალა. უხვანაირია ყველაფერი. ცეკვავენ ვარსკვლავები ესეთი არის ფორმატ თვითონ, რომ ეს არ არის როგორც არის stationary ესე რომ იყოს. ფორმატი არ არის, იმიტომ რომ თვითონ სამეჯლისო ცეკვა, რა ცეკვავენ ვარსკვლავების ფორმატია, სამეჯლისოების ფორმატია ეს. იცვლება დროსთან ერთად მიდის. თვითონ ცეკვა იცვლება, ცხოვრება იცვლება, ამიტომ ცეკვავენ ვარსკვლავები იცვლება და ამიტომ იმედიც იცვლება. ამიტომ დაწყებული თავიდან ბოლომდე ეს პირველ რიგში მინდა გადავხადოთ მადლობა იმედი TV-ს რომ ესეთი სტაბილური რომ ერთი ჩავარდა. დღევანდელ არასტაბილურ დროს სტაბილურობა განსაკუთრებით. კი, სოფლიოში ყველაფერი არეულია, მაგრამ ჩემ მხრიდან მე როგორც ცეკვავენ ვარსკვლავების ნაწილი, პირველ დღიდან ქმნით ამ შოუს, იმედი TV ერთხელაც არ როიტყვენ ჩაიჭრა, ან როგორ თქვა სწორად პოლიტიკურად ჩავარდა, რომ რაღაცა გაჩერდეს პროგრესი და ასე შემდეგ. ერთ-ერთი მე კიდე ვიტყოდი ერთ წინსვლას და განვითარებას, ეს არის გოჩას ქართული ენა. ეხლა ვუყურებთ და უკვე უშეცდომოდ საუბრობს, თითქმის აღარ ამბობს ინგლისურ სიტყვას. ვცდილობ. გოჩა, აი ამ ყველაფერმა გოჩას ქართულსაც როგორი განვითარება მისცა. იმიტომ რომ სახშიც ვცდილობ ქართულად. უკვე შორენასაც უსწორებს ესე გოჩა დამეხმარე ის გადახედავს და გოჩა პროფესიონალი. მე რომ ეხმარები, მაგრამ რა არის, იცი უყურე ყველაზე რთული ჩემთვის საუბარი არის ქართულად ცეკვავენ ვარსკვლავებზე, იმიტომ რომ ეს ჩვეულებრივი საუბარი, ადვილია, right? მაგრამ ტერმინები სხვადასხვა სპეციფიკური. ძალიან ბევრი სპეციფიკური სიტყვის ზუსტი ანალოგი შესატყვისი არც არის ქართულში და ამიტომ შეიძლება არის, მაგრამ მე ცეკვის მაგრამ შეიძლება სასაცილო ჟღერდეს ზოგი სიტყვა და ალბათ ჩოგანი ახლა როგორ უნდა ვთქვა, right? მაგრამ მე არ ვიცი ქართულად არც ერთი, არც რუსულად, არც ქართულად, არც ჩინურად, არც ოსურად, არა, მე მარტო ვიცი ინგლისურად ცეკვის ანალიზი რომ გავუკეთო. ამიტომ ვარსკვლავები არის live show და ახლა გამწვნა ფიქრი გამოვა სისულე. ამიტომ რა ენაზეც რაც მოდის პირდაპირ. ეს არის ყოველთვის ძალიან ცოცხალი და აი ეს არის მაყურებლისთვის ყველაზე საყვარელი. ერთი შეკითხვა მაქვს. ყოველთვის ამბობთ თქვენ რომ ქართულმა ცეკვავენ ვარსკვლავებმა დაიჭირა ძალიან მაღალი სტანდარტი და თამასა იმ საერთო შოუებში, რაც არის ცეკვავენ ვარსკვლავების ფორმატში მოქცეული. აი BBC, ამერიკული, ანუ ბრიტანული BBC-ს ცეკვავენ ვარსკვლავები, ამერიკული და ქართული. როგორ მოახერხა ქართულმა ეს? აი როგორც ვაკეთებთ აი ეს ჯგუფი, ნიჭიერი ხალხი და რა თქმა უნდა კიდევ ერთხელ ამ შოუს სჭირდება ლიდერი.
ესე იგი აი ეს ხალხმა არ იცის რომ მე აქ არ ვცხოვრობ. ხალხ გონია რომ ვარსკვლავები მორჩება, სანამ დაიწყება ჩამოვდივარ და მორჩება, მეორე მესამე დღეს მივდივარ და შემდეგ სეზონამდე მართლა 7 ეპიზოდში იყო. წავიდა და დამჩაგრეს. აი, ვიძახი ხმა. მაშინ ყველაფერი შეიცვალა და ამიტომ ყველაფერი გააჩერდა. და რაზე ვიცახი? ძირითადად იქ სადაც ცხოვრობთ ამერიკაში ხართ ძირითადად. კი, რა თქმა უნდა. და იქიდან აკვირდებით და ყველა შოუს. იქიდან არის დიდი კომუნიკაცია. უყურე ლიდერობაზე ვლაპარაკობთ მაგალითად I mean ჩვენ ყავს ძალიან ნიჭიერი და ძალიან კარგი ლიდერი ამჟამად ბაკალომიძე, გენერალური დირექტორი მეტივის. მე თუ მკითხავ ბაკალომიძე უნდა იყოს ყველა არხის დირექტორი. გეთანხმებით. ყველა არხის დირექტორი. ჩვენის ხალხი არა ვართ, ვინც არ დაგეთანხმებით. არა, არა, კი ბატონო, იყოს. მასაზე შეუძლებელი. არა, იცით რატომ? იმიტომ რომ მაგალითად ჩემი ვარსკვლავებში ხალხმა არ იცის, ჩემი ვარსკვლავებში ყოფნა, არ ყოფნა. ეს არის მხოლოდ პირდაპირ კომუნიკაცია გენერალური დირექტორის და ჩემ შორის. მაშინ წდება ყველაფერი. ამიტომ აქ რო არ ვარ, ჩვენ საუბრობთ, მაგრამ ესე ვწყვიტავთ ლოგისტიკურად რა უნდა იყოს, რა უნდა გაკეთდეს ეს ყველაფერი და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. იმიტომ მთელი ჯგუფი მე მიყვება ამ გადაწყვეტილებას, რასაც გენერალური დირექტორი წყვიტავს, right? ამიტომ ლიდერობა არის ძალიან მნიშვნელოვანი ამ შოუსთვის, რომ მაგალითად continuously გაგრძელდეს და გაძლიერდეს. და ეს მოხდა, იმიტომ ვიძახ დიდი წრე დავარტყი ახლა, მაგრამ ეს მოხდა, იმიტომ რომ შედეგი მესამე იმიტომ ვარ რომ არასოდეს შეფერხება არ მოგვივიდა, არასწორი გადაწყვეტილება ორჯერ მოხდა ერთი ორი სეზონი. 14 წელიწადში ორი. ეხება მე მახსოვს. თუმცა ეს ადრე იყო. ეს ადრე იყო. თქვათ ნოე აუცილებლად რომელიც ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზეა, ფიქრობს როგორი ფორმატი ექნება ყოველ წელს, რა ვარსკვლავები უნდა შეირჩნენ და ასე შემდეგ. ნოე რა ვარსკვლავები უნდა შეირჩნენ კი, მაგრამ ეხლა რა შეიძლება რომ ფორმატი და რა უნდა იყოს, ეს ბაკალომიძეა ჩემო კარგი. არავინ არ წყვიტავს არაფერს, არავის არაფერი არ შეეშვა. ხელი შემოქმედებითი გუნდი, მოდი ვთქვათ. ყველა თავისი ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი აქვს. ნოეს, ყველა მხოლოდ იმედზე რომ არ გამოგვივიდეს საუბარი, მოდი ასე დავსვა შეკითხვას, ხო შორიდან შემოხა, მეც შორიდან შემოუვლია. ხომ არ არის იმის გარდა, რომ კარგი მენეჯმენტია, კარგი ლოჯისტიკა, კარგი გენერალური დირექტორი ყავს, კარგი პროდიუსერი ყავს, იმის დამსახურებაც, რომ პროექტი ძალიან კარგი არის, რომ ძალიან მომთხოვნი ჟიური ყავს და ძალიან კვალიფიციური. სტანდარტი. ჟიურიც არ არის, კიდე უარესი სიტყვა ქვია ცინამდვილეში. საჯები არის ეს. საჯი დავარ. შენთან ლაპარაკი არ მიყვარს. უყურე არ არის. ცეკვა ვარსკვლავები არ არის, კი ძალიან მნიშვნელოვანია ცეკვა ვარსკვლავის ფორმატში ხმა. ამას ყოველთვის ვიძახი, ახლა ტექნიკურ მხარეს აგიხსნით ჩქარე იცით ალბათ შეიძლება, მაგრამ ხალხმა არის ვარსკვლავებზე ეს. ცეკვა თვითონ, როგორც შოუ ბიზნეს არ არის ყველაზე ძლიერი. მარტო ცეკვას ხალხი არ უყურებს, right? საუბედუროთ სამეშო ცეკვას ხალხი არ უყურებს. ძალიან მინდა რომ მე ვარ მოცეკვავე და მინდა ვთქვა რომ მთელი მსოფლიო გვიყურებს. არ არის. No, თუ ხმა არ მიეცი ამ ცეკვას, right? არ უყურებს ხალხი. და ეს brilliant გენიოსობა ამ ცეკვა ვარსკვლავების ისაა რომ ხალხი ცეკვავს, მე ხალხი უყურებს და მე ვიღაცამ უნდა შეაფასოს და ხალხი უნდა დაემთხვეს. რაც ესმით. გოჩა ცოტა მკაცრად ხომ არ აფასებთ ამ მოცეკვავებს. მე შორენა უფრო გამკაცრდა ამ ბოლო დროს. მეჩვენებო თუ არა. წარმოუდგენია არ გაქვთ როგორ ღელავ ხოლმე ზევით ოთახში ჩვენს მონაწილეებთან ერთად, იმიტომ რომ თქვა გამოდის ხო? იცეკვა. თან ეხა მით უმეტეს, როდესაც ქართული ცეკვის პროფესიონალი მოცეკვავები არიან, მაშინ გოჩამ თქვანო გაფასებთო ყველას თანაბრად, როგორც თქვა სამედრისო ცეკვის მოცეკვავებს, თქვენც ასევეო და რა თქმა უნდა გართულდა უფრო ხო? სიტუაცია ნებათა ღელვამ აიწია უფრო ზემოთ და რო ვხედავ ხოლმე რომ თქვა წყვილს რომელიც სცენაზე დგას იმას აფასებენ საჯები იქ დანარჩენ გამოსვლელებს ესე ისე ღელავენ რომ ცოტა დაინდეთ გოჩა რა მოდი აი მე კითხავ ახლა აბა რა ქნას გოჩა არა რა ეგერ პირველი ოკეი მე რა შირთ შესაძოდი Abi ცოდო ის არის ვინც იმედი TV-ზე არ არის. ეგენი არის. ეგეთი მართალია, power show-ში. ცეკვავე ვარსკვლავებზე არის მოსული ყველაზე გრანდიოზული, გლამორული შოუ მთელ საქართველოში, ყველაზე რეიტინგული, არიან ვარსკვლავებად მოსული და რაღაცა ერთუდა რაზე უნდა რაში შეხლა ამაზები მშვენ მით უმეტეს წელს. სუმო ცეკვავები, პროფესიონალები
I mean, come on. კარგი. ცოტა ნერვები გაიმაგრონ და კარგი. თუ რამე ეწყინათ მშვენიერი ძალიან ჯანსაღიწყალია საქართველოში და ბორჯომი. არა, არ ეცინათ, უბრალოდ მე რაღაცა ღელა მეხობე, მაგრამ კარგი, მიღებულია. მე მეჩვენება რომ შორენა უფრო გამკაცდა. თქვენი და შორენას იცი სპეციალურად ხო არ გადაინაწილეს. არა, გოჩა სხვათა შორის ეუბნება ხოლმე რომ კარგი შორენა უკვე გოჩა აჩერებს წარმოიძინე. კი, შორენა ძალიან კაცრი ახლა რა მხრივ ოდნა მომენტებში არის რომ მაგალითად მე თუ ესე რო იტყვიან let go როგორ არის ქართულად ჩავატარებ რამეს რო დავინახავ შორენა გამორიცხულია რომ გავუშვას და არის მომენტები რომ მე არ გამოეპარება არა მაგრამ წელს შორენა ძალიან თავიდანვე ესე ჩემი ბრალია მე იმიტომ რომ რაღაცნაირად ეს ჩემი შეცდომა იყო მაგალითად მეორე ეპიზოდი ოკეი ჩვენ გვყავს ძალიან ნიჭიერი პროფესიონალი მოცეკვავეები, მოცეკვავე. სულ ამიტომ ესე იგი რაღაცნაირი ინფლუენსი იყო ჩემ მენტალიტეტში რომ რაღაცა მოცეკვავეები არიან, მოდი რაღაც კრედიტ მივცე, იმიტომ რომ ეგენი უკვე ნავარჯიშები არიან და რთულია, მაგათთვის უფრო რთულია. კი, არ რთული ის არის რომ შეჩვეული არიან სცენას, მაგრამ რთული ის არის რომ ჩამოყალიბებული პროფესიონალი მოცეკვავეები არიან. ანუ სხეულის წყობა უკვე ისი აქვს რომ რაღაც კონკრეტულს არიან ნავარჯიშები იმისგან განსხვავებული რასაც აკეთებენ. იმიტომ ჩანდი ოდნავ კეთილი რომ დაიწყო მეორე სამსაჯო უკვე ოფიციალური სამსაჯო ეპიზოდი მე პრო რაღაცაერად პარალელს ვადენდი აი იმიტომ რომ შენ ქართულის მოცეკვავე ხარ ალბათ იმიტომ არ არის ეს შონ უფრო მართალი იყო შონ I don't care არ ვარგა პირდაპირ და დამხორდა. Yes, ეგ უფრო და ეგრეა საჭირო სამწუხაროდ, იმიტომ რომ როგორც თქვა, არ არიან პირიქით ძალიან ლამაზი, ძალიან ნიჭიერი ვარსკვლავი ხალხი. სახლშიც ასე ხდება? სახლში. ნუ სახლში სუსვა ამბავი, გადანაწილება. სახლში გოჩა ალბათ მე სულ უხმო ადამიანი ვარ. მართლა? გოჩა დღეს ძალიან სერიოზული და საინტერესო ეპიზოდი გველოდება. დღეს არის კინოტური. ეს არის აი რამდენიმე ტური არის ხოლმე, რომელიც ძალიან უყვარს მაყურებელს. ნუ ქართული თავისთავად მაინც ჩვენი ავთენტურია და კინოტური ძალიან უყვარს, იმიტომ რომ აქ უკვე ცოცხლდება სხვადასხვა აი ესეთი საკულტო ფილმები, ამ საკულტო ფილმების საუნდტრეკები და ჰიტები, ხო, რომლებიც აი ყველას გვიყვარს და შეიძლება ფილმი საერთოდ არ გახსოვდეს, მაგრამ აი სიმღერა შეგახსენებს ხოლმე ფილმს და აქ უკვე ცოცხლდებიან პერსონაჟები. დღეს დაძაბულობაც იქნება, იმიტომ რომ პირველმა წყვილმა სამწუხაროდ დატოვა უკვე პროექტი და ეს არის ძალიან რთული ხოლმე. მაგრამ ცეკვავენ ვარსკვლავების დიდი ოჯახის წევრები არიან. პირველი როტოვებს ძალიან რთულია. არ არიან ცოდო, ოკეი? ამხელა პროდაქშენზი არიან. დღეს მეორე აი ეპიზოდში უკვე ეგრევე რო გართულდა კინოტური ცოტა მერია ხოლმე, მაგრამ ეგრევე გართულდა. აი რას უნდა ველოდოთ? იცი რა არის? ეს არის ორად გაყოფილი. ეს არის show business ტელევიზიის გადაცემა, ოკეი? რაც შეეხება ეპიზოდების თემა, ეპიზოდების კინოტურია თუ retro თუ disco თუ მხოლოდ ballroom ეს მაყურებლისთვის არის უფრო ამიტომ ეს არის შექმნილი რომ მაყურებელს მოეწონოს და რაღაც სიმღერები იყოს ისეთი ფილმები იყოს რომ დაუკავშირდეს და რაღაცა საერთო ნახონ რასაც ხედავენ ჩემთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს არა ხო? რა პერსონაჟი იქნება? I don't care. მე ფილმს არ მეველოდები როგორ იცეკვებენ. ფილმი სულ არ მაინტერესებს. თუმცა ეხა აი 14 წელი მსაჯობთ და ხო არის რომ აი მე მაყურებლისგან გამიგია რომ ნეტა ამ სეზონზე რა უნდა იყოს და გავაკვირვეთ პროფესიონალი მოცეკვავეები, ხო? კი. ანუ ნეტა რა უნდა იყოს და თქვენთვის ის მომენტი თუ არის ხოლმე რომ აი გოჩასთან მაგალითად რა უნდა იყოს? ჩემ მხრიდან ხო, აი თუნდაც აი არ ვიცი, ამ შემთხვევაში მოდი მარიკას ხარ მაყურებელი. მაყურებლის მხრიდან რა? აი მაყურებლის როგორც მაყურებელს კითხავ მარიკას, იმიტომ რომ მარიკა ჩართულია ხოლმე სხვა პირველი სეზონიდან. ხანდახან არა, პირველი სეზონიდან მე მახსოვს ის მომენტი, სხვათა შორის, როდესაც დაიგეგმა პირველი ცეკვავე ვარსკვლავები, მზადდება პირველი სეზონი და ჟიურიც ვიცით, უკვე სხვები ოღონ, მონაწილეები ვიცით ყველაფერი და ნოე მეუბნება რომ აკლია თავარი
როგორ თქვა, მარცვალი ამ ყველაფერს და ვეუბნები, რომ სცენარში ვინ დავწერო, ჟიურის თავმჯდომარე, ვინ დავწერო, მსაჯების თავმჯდომარე. ვეუბნება სახალხო გვარს, გოჩა ჩერტკოვი, ნუ სამწუხაროდ 14 წლის წინ არ ვიცოდი გოჩა ჩერტკოვის ჩემ და ერთი წუთი მოთხარი ვიწერ როგორ ასვასო ჩერტკოევი და ჩამოვიდა გოჩა და აი მის შემდეგ მართლა ყოველი წელი არის მოლოდინი, რომ აბა ახლა კიდევ რით გაგვაკვირვებს გოჩა, კიდევ უფრო მეტად გამკაცრდება, უფრო მეტ დეტალს აკრიტიკდება, გახსოვს რა ფერით მიდა, რა ფერით წვერით ჩამოვიდა გოჩა, ისიც იყო, მაგრამ ეხლა რაც უფრო კლასიკურ სტილზე გადავიდა. მოლოდინი არ გაიწევა. ამჟამად რაღაცნაირად წვერის მოდაც იცვლება. შეწვერი შეიძლება გააქრეს ერთ დროს, I don't know. თავიდან არ იყო წვენი, თავიდან არ იყო, no, თავიდან არაფერი. ზაო მახსოვს არ იყო. თავიდან არ იყო. აი, პირველი ეპიზოდი. თავიდან არ იყო არაფერი. Oh my god, რა ახალგაზრდა. ერთი შეკითხვა მაქვს ესეთი. თქვენ რო ჩამოდიხართ ცეკვა ვარსკვლავისთვის, თქვენ კი ჩამოდიხართ და ბარგი რამდენი ჩამოდის, იმიტომ რომ თქვენი დრეს კოდი ბევრი ახლობით სადეტევა ეს ყველაფერი. თვითფრინავში, მაგრამ დაახლოებით რამოდენია 300 კილო, 400 კილო ბარგი. ჯერ თავსაბურავები, ანუ თავსაბურავი ხო იცით რა არის? გოჩასი და შორენასი ალბათ ერთი-ორი ცალკე ჩემოდანი ამ ყველაფერს სჭირდება. კი, ძალიან ბევრი სუპერმარკეტი. გოჩა ხშირად ბოდიში ვასიკო პარერა და ამ თემას შევახეთ. ხშირად აინტერესებს ხოლმე მაყურებელს, რომ სულ რაღაც ეპატაჟური როლებით ხართ, ხო? ვიზუალით უფრო სწორად იმიჯით გოჩაც და შორენა და ჩემთვის უკითხავთ რომ აქ ვინ მიაცოს არა აქ არავინ არაცმევს დიზაინერი მოწე არ ზრუნავს თუ ქართული ტური არ არის თვითონ იცვენ და იქიდან რომ მოდიან ვინმე სტილისტი ურჩევთ ასე ვთქვა ეგრეთ წოდებულ ლუკებს თუ უკვე თვითონ აწყობენ ამ ყველაფერს. No, that's just round ახლა არა, ყველასთვის ახლა მესმის, მაგრამ სამწუხაროდ ყველასთვის თვითონ იცვამენ ასე? კი, და ერთმანეთს უთანხმებს. აბსოლუტურად არა. შორენ არის თავის ინდივიდუალ, მე ვარ ჩემი ახლა თუ რაღაც საშილად გამოვიყურები და რაღაც უბედურობა, მეტყვი მოჩავოთ რა არის ეს, მაგრამ აი ესე რომ ერთმანეთს რაღაც არა. რა შეკითხვა მაქვს ახლა მე იქ ხო ამერიკაში ხარ ძირითადად ჩამოდიხარ პროექტისთვის არა. იქ მუშაობთ, აკეთებთ თქვენ საქმეს. აქ რო ჩამოდიხართ, აი ხო არის ეთერი და მის მერე ხო ისვენებთ გცალიათ დასასვენ როგორ ატარებთ დროს საქართველოში მაინტერესებს დროს ტარებთ თუმცა ახალწლასთან ახლა რა თქმა უნდა ახლა ქართულ საჭმელს ჭამთ მონატრებულები ვართ და ეგეთ მაგრამ ჩვენ არ შორენ ახლა მეორე სეზონი აქ რო არის მთელი სეზონი იმიტომ რომ დაემთხვა რომ ახალი წელს ვიწყებთ და არის საშუალება რომ დიდხანს იყოს მანამდე ვერ იყო იმიტომ რომ ბოლოს ჩამოდიოდა მარტო ახალწლო და რაც შეეხება არა, no, არ იმიტომ რომ მუშაობ ეს ფიზიკურად არა, მაგრამ კამერის მიღმა რო იტყვიან, იგივე როგორია ქორეოგრაფია, როგორია დრო გრჩებათ საერთოდ დასასვენებლად ამას ვამბობ. და ეს ფიზიკურად არაა დამღლელი, მაგრამ მენტალურად დამღლელია. და დასვენების დრო სადმე რო წავიდე და მოვწყდე, თავიდან ბოლომდე ენერგიას ეკვამარცხლე, მაგის დრო არა. მაგრამ ფიზიკურად რო ვთქვა რომ ტელევიზიაში ვარ ყოველდღე არა რა თქმა უნდა მაგრამ იქაც საკმაოდ დაკავებული არა მე ამერიკაში მეკითხებით თუ აქ რაც ხდება თუ იქ მე ვთქვი აქ უფრო ხო არისვენებთ მეთქი ვიდრე ამერიკაში იმიტომ რომ აქ creative სამსახურია იმიტომ რომ როგორც ახლა შემოქმედებითი სამსახური როგორც executive producer უნდა ყველაფერი დაინახო აღმასრულებელი პროდიუსერი რაღაცა რო გამორჩება რაღაცა ვერ გამოიყურება კარგად იგივე თვითონ ეპიზოდების თემა რა არის მე არ უნდა ჩავერიო მე არ უნდა ველაპარაკებოდე ვარსკვლავებს მე არ პროფესიონალებს კი მაგრამ მე განა მარტო მხოლოდ პროდიუსერი მე ვარ თავარი მსაჯი არ არის ეს მიზან შეწოდილი რომ დავდგე შეწოდილი როგორ გაუხარდა ეს სიტყვა მიზან შეწოდილი ფიქრდი რომ მე თქვა მაიჩემში არა სწორად რომ დავდგე და ველაპარაკო მონაწილეებს არ შეიძლება მაშინ ყველას ერთდროულად უნდა ველაპარაკო იმიტომ რომ ერთი რაღაცას გაიფიქრებს ეს იმას ის ამიტომ ეს არ შეიძლება right მაგრამ ამის სცენის გარეთ, კამერის გარეთ, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი სამსახური. ერთი შეკითხვა მაქვს კიდე ძალიან მნიშვნელოვანი. შეფასება სხვადასხვა ცეკვა გვაქვს, ხო? ანუ სხვადასხვა მიმართულების რაღაც საყვარელი ცეკვა თუ გაქვთ ისეთ. ხო, რომელსაც აი ერთი და კიდე ერთი რაღაცა მაინტერესებს, რასაც ყველაზე მკაცრად აფასებთ რა. აი
რომ აი აქ არაფერი არ შეერჩება არავის, რომ აი აქ ერთი ნაბიჯი მარცხნივ ზადოს ვასიკო წინასწარ უკვე შემდეგი სეზონი რო იქნება ემზადება და აქედანვე იწყებს. კი ბატონო. აი ცეკვა რა შეგებ ცეკვა მაგალითად მე როგორც მოცეკვავი არ მაქვს ალბათ რომბა ყველაზე ისეთი რომანტიკულია ყველაზე ისეთი სრული ყველაზე ხასიათით უფრო სავსე და interaction ურთიერთკავშირი ძალიან ღრმა არის და ძალიან ყველანაირი შეიძლება იყოს, okay? ალბათ ეგ და რაც შეეხება რომ საჯობ ყველაზე სიმკაცრე რა არის კაცრი და კაცრი არის არ ვაპატიებ და არ ეპატიებ არასდროს არავინ არ უნდა აპატიოს სხვათა შორის და ძალიან ბევრი მსაჯი ცდება მაგაში ჩვენთან არა სხვა ქვეყნებში okay ცდება მაგაში რომ აპატიებენ რომ არა უშავს ნაბიჯი არ იყო ის ნაბიჯი არ იყოს ეს იმის მანიშნებელი მე ვხედავ ნიჭის საზღვარის ადარი და საკმარისი ყურადღება რო არ მიაქციე საკმარისი სერიოზულად რომ არიღებ შენი ენერგია ტელევიზიის დროს რასაც არ ვაპატიებ მე ვგრძნობ ნებისმიერი მონაწილის ნებისმიერი იგივე წამყვანებს ახლა თქვა და გამოსეთ მაგრამ იქ რო ვზივარ რომ გადავრჩეთ არა თქვენ რა თქმა უნდა არა მაგრამ მე ჩემ თავზე ვიძახი რომ ვგრძნობ ენერგია მით უმეტეს პროფესიონალის ამ მონაწილის რომ რაღაცა ნეგატიური დახვება ეგრევე ჩემთან პირდაპირ ვორბალ ხდება და ეგრევე ეს აისახება ხოლმე იმიტომ რომ შეიძლება რაღაცა პატარა შეეშავს აი ტექნიკური შეცდომა ფეხით დაუწევ ამბობს რომ იქ შეგეშალ მაგრამ ეს არაფერია სამაგიეროდ რა ვიღაცას ტექნიკური არ ეშება მაგრამ აი რუბაზე ამ მენჯს გადააყოლებენ ხოლმე და არა ეხლა მენჯები თუ გადმოყაროსო და მშვენიერად იცოქო ყველაფერი და შენ თუ არა გაქვს დადებითი კარგი მონდომებული ენერგია რომ არ გიხარიო რომ ხარ მანდ ნებისმიერი მიზეზების გამო მნიშვნელობა არ აქვს მთელი საქართველო გიყურებს ეს არის არაფერი მგონი ყველას უხარია ჩვენს მონაწილეებს მე არ შემიძლია არა ყველას უხარია მაგრამ წარსულში ყოფილა სამწუხაროდ 1-2 მონაწილე რომ რატომ ვიღაც ესე არაფერი არ თქვენს of course მაგრამ ეს შიგნიდან ენერგია და ხა მე თუ ვხედავ მთელი საქართველო ხედავს ამიტომ ჩემო ეგრევე კულისების უკან მე ვუთხე ჩემო ლამაზებო იცით რა არის სანამ ამ შოუზე ვარ კარხასიაძე იხავ თორემ გაგაგდე ერთი რაღაც მინდა ვთქვა მიუხედავთ რომ ამდენი წელია წასული ხართ მიუხედავთ რომ შეიძლება უცებ რაღაც ქართული სიტყვა არ მოვიდეს თავში დროს და ასე შემდეგ ეხლა დღეს კარგად მოდის ამ ყველაფრის მიუხედავად გამორჩეულად ეროვნული სული ჩანს ყველა თქვენს კომენტარში იქნება ეს ქართულ ცეკვაზე ქართულ კულტურაზე ზოგადად ქართველი ქალის სახე იქნება თუ რა აი ეს მომენტი რაც უფრო შორს არის ადამიანი, უფრო ძლიერდება ეროვნული მომენტი და ამ პროექტში გაქვთ საშუალება რომ ეს გამოხატოთ. ეს არის ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანი თქვენი ესეთი ტექსტები. მართლა ყოველთვის გამორჩეულია. კი, ეს სამშობლო ერთია, okay? მე დავიბადე გამზარე თბილისში საბუთაბოს დავიბადე, ბავშვობიდან წასული რომ დიდი ხანი მაგას არაფერს არ ნიშნავს. სამშობლო ერთია, გენეტიკურად შენი საიდანაც ხარ, სად დაიბადე, ეგ ხარ და მე ვიქნები თბილისელი და ვიქნები სამუდამო თბილისელი, okay? ჩემ გენებშია და ჩემ ყველაფერშია. ეს არ იკარგება. ეს არსად არ მიდის, right? და რაც შეეხება ჩემ შემთხვევაში, right? მე რო წავედი, არ წავედი თუ მე და შენ როგორ ჩოლოვი ემიგრანტები მიდიან რაღაც იტალიას და იგივე ბრუკლინ, ნიუ-იორკ და აქეთ იგი დადიან. რო ჩვენ რო წავედი 26 წელი არ ვიყავით საერთოდ აბსოლუტურად არც კავშირი არავისთან არაფერი მთელი ცხოვრება იქ ავაწყეთ, right? მაგრამ ჩამოვედი თუ არა ეგრევე ეს ყველაფერი მანდარი თურმე ეს არ წასულა არსად არა არსად არ და პირიქით უფრო გამოჩნდა და ხან ისეთ სიტყვით ამ ცხოვრებმა შეიძლება არ თქვას თქვენ უფრო ემოციური უფრო რაღაცა უფრო მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს და უფრო საყვარელი და ახლო ის რასაც მაგალითად აქ მაცხოვრებელი ვერ ხედავს იმიტომ რომ შეჩვეულია აი რა მნიშვნელოვანია. ხო და ამისი ბრალიც ხო არ არის, მეთქი ვიფიქრე რომ რაღაცნაირად კეთილგანწყობილი არის მაინც ქართულის მოცეკვავების მიმართ. ამას ვატყობ ნამდვილად გეტყობათ ეს და კი, სირთულეა მაგათთვის, იმიტომ რომ არიან ძალიან ნიჭიერი ესენი არიან წამყვანი ქართული ცეკვის ჯგუფების სოლისტები, right? და ძალიან გამოწვრთნილი, ძალიან ძლიერი, ძალიან ლამაზი და პროფესიონალი ხალხია. ამიტომ ერთ მხრივ
მინდა რომ მივცე რაღაც credit, მაგრამ მეორე მხრივ I mean, you know, მაგრამ რთულია, უყურე, folk ქართული არის stationary, როგორ არის? მაგათი სამსახური ის არის, რომ შეინარჩუნონ ტრადიცია. ეგენი არიან გაზრდილი იმით, რომ ტრადიცია წაიყვანონ და შეინარჩუნონ. არ შეცვალონ, შეინარჩუნონ. უცებ ჩვენ საკვან ვარსკვლავები სუთავი და მოვიდე progressive. ეხლა ჩვენ ვეუბნებით ვის პროფესიონალებს. დაივიწყეს და უცებ გახდი არა მარტო შარშან წინ არა შენი ბავშვობა. აი დღეს რაც არის ყველაზე პროგრესიული მსოფლიოში, აი გახდი ის შენი შემოქმედებით. ძალიან რთული. ეხლა ჩვენ მაგალითად მე როდესაც ვისაუბრე ამ მონაწილეებთან ვამბობთ როდესაც საერთოდ არის ცეკვა მე აი ცხოვრებაში რა მქონდა თქვა არანაირი ცეკვა შესრულებული ეხლა ცალკე მაგრამ იმ შემთხვევაში რა თქმა უნდა მითხრა რა თქმა უნდა ამბანით იწყებ და მათ ვისაც უკვე აი ესეთი სხეული მთლიანად გამოწრთობილი აქვს ეს კუნთი ძვალი მყესი ერთ კონკრეტულ მოძრაობაზე არის ნუ ერთზე არა მაგრამ ძალიან რთულია. იცი რა, აი როგორც პროფესიონალი მოცეკვები დაგეთანხმები. იმიტომ რომ ერთი არ არის, მაგრამ ერთი ქვია. იმიტომ მე რო არ კითხო მე არ გამახსენდა. მაგრამ სამაგიეროდ არავის არ ეუბნება რომ დაბაჯბაჯეფო. ქართულს ეს უკვე ძალიან ქართულს თუ ცეკო. ბავშვობაში, ახალგაზრდობაში ცეკვავდი როგორ არის. ეხლა არაფერს აღარ ცეკვავ, მარტო ლაპარაკობ. თუმცა ჩოხა ძალიან გიხდებათ, რაც გვინახავს. აი უყურე გენეტიკურად, ოკეი? გენეტიკურად უნდა ეს კი არა ჩემი შვილის ქორწილი როგორ მოინდომა აქ მეცაით პატარა ქორწილი რაღაცა მაგრამ მაინც პატარა იყო მაგრამ ოდერ დიდი გამოვიდა და ლევანი საქართველოს ლაპარაკი აქ ისწავლა რომ ჩამოვიდა ხო აი აქ პირველად მაინც ჩოხა არა oh my god dad ვერ მოვიხდები რაფერი და რომ ჩაიწყო მაინც გენეტიკურად I was like oh my god ძალიან მოუხდა კი ვახ, ძალიან საინტერესო იყო თქვენთან საუბარი. საღამოს ველოდებით მესამე ეპიზოდს კინოტურს, ხო? ჩვენ აქ გიგებშიდობებით, მაგრამ საღამოს მე ვწუნეთ რომ აუცილებლად შევხვდებით, იმიტომ რომ 10 საათიდან უკვე რეპეტიციებზე 10 საათიდან ჩვენს მაყურებელს შეუძლია რომ შემოგვიერთდეს ტრადიციულად 22:00 წუთზე იწყება ცეკვავენ ვარსკვლავები მესამე ეპიზოდია და აქვე მინდა შევახსენო რომ მიაქტიურეთ, დაურეკეთ, დაუმესიჯეთ, იმიტომ რომ წინა ეპიზოდი სწორედ ამის ნათელი მაგალითია რომ მხოლოდ მსაჯის ქულები არ არის გადამწყვეტი, ვისაც ქონა ყველაზე ცოტა 50-50, 50-50, ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრი. აუცილებლად დაუმესიჯეთ, please. აუცილებლად დაუმესიჯეთ, დაურეკეთ და აუცილებლად გვიყურეთ. გოჩა, უღრმესი მადლობა. მადლობა. ახლა სარეკლამო ჭრის